ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ქვეყანაში 3 წლის ვადით კონკრეტული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. მორატორიუმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 10,000 ლარის ჯარიმა კანონდარღვევი პირისათვის. დოკუმენტის მიხედვით მორატორიუმი ვრცელდება როგორც პოტენციურად მომატებული რისკის მქონე ძაღლებზე, ასევე სხვადასხვა კონკრეტულ ჯიშებზე, რომლებიც მთავრობის შეფასებით ჰიპერპოპულაციის თვალსაზრისით დამატებით რეგულაციებს საჭიროებენ. შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის 23 მუხლის მეორე პუნქტის აქვე პუნქტის საფუძველზე ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში გამოცხადდეს ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი პოტენციურად მომატებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ჯიშის ძაღლის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა გავრცელდება მომატებული რისკის მქონე ისეთ ძაღლებზე, როგორებიცაა ამერიკული პიტბულ ტერიერი, ფილა ბრაზილეირო, სტაფორდშირის ტერიერი, არგენტინული დოგი, ტოსა ინუ, კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი. სხვა ჯიშის ძაღლებზე, კერძოდ ჰასკი, მალამუტი და ლაიკა, მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოები. ნათქვამია დოკუმენტში. დადგენილება 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილების მიზანია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვა და შესაბამისი რისკების შემცირება. პრობლემა არის ისევ საზოგადოება და პრობლემა არის ისევ არასასრული შეჯვარება, რომელსაც ძირითადად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერ აკონტროლებს. შესაბამისად, ამ კანონიდან გამომდინარე, ეს ძალიან კარგი კანონი არის ჩვენ პირობებში. არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც დაიხვეწება ჯერ კიდევ, თუმცა შედეგს მოგცემს, მართალია დროის გარკვეულ პერიოდში, მაგრამ შედეგს აუცილებლად მივიღებთ. კონკრეტული ჯიშების აკრძალვაზე არ ვიცი, არ ვარ გაცნობილი მაგ კანონს დეტალურად და შესაბამისად ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი. თუმცა რა ინფორმაციას გვაქვს საზოგადოებას იქიდან გამომდინარე, თუ ზუსტად მახსოვს ჰასკი იყო მაგალითად მოხსენებული მაგ ჩამონათვალში, ჰასკი ძალიან ცოდო არის ჩვენ პირობებში. მაღალ ტემპერატურასთან შეგვება უჭირს და შესაბამისად გარკვეული სახის პრობლემები სულ მუდმივად აქვს. აქედან გამომდინარე ახლა ვერ აიკრძალება და შეუძლებელია რომ აიკრძალოს თუნდაც მოშენება და თუნდაც ხოლისუფლება. თუმცა უნდა გაკონტროლდეს რომ შესაბამისი პირობები მაინც შეუქმნას მეპატრონე ამ ძაღლებს. ზემოთ აღნიშნული არასასურველი შეჯვარების შედეგად ძალიან ბევრი ცხოველი და მით უმეტეს მაგ ჯიშები ხვდებიან ქუჩაში. ეს დამატებითი პრობლემა არის. არ არის კანეკორსო აგრესიული ძაღლი ბუნებით. თუ მაგას საზოგადოება აგრესიულად არ გაზრდის და აღზრდის, ის არ არის აგრესიული, ის ძალიან კარგი თბილი მოსიყვარული არის ბავშვების მიმართ, მით უმეტეს მეპატრონეების მიმართ და კარგი იქნება თუ გაკონტროლდება. და აკრძალვა, არ ვიცი, რამდენად სასურველი არის ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა კონტროლი აუცილებელიც კი არის, მე თუ მკითხავთ. ბუნებრივად უნდა ჰქონდეს ადამიანს იმისი სურვილი, რომ რაღაც შეცვალოს ან მის ცხოვრებაში, ან სხვის ცხოვრებაში. თუ ცხოველი გიყვარს, მას უნდა მიხედო. თუ ცხოველი არ გიყვარს, საერთოდ არ უნდა იყოლიო. არც შინაური და არც გარეული, როგორც გინდათ, როგორც უნდათ, ისე არ იქნება. ესეა ზოგადად. ახლა პრობლემის არსზე წეღანაც ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ და საზოგადოებამ ჩვენ თვითონ ინდივიდუალურად მეც კი თუ არ შევიცვალეთ გარკვეული სახის ცოდნა არ მივიღეთ, არ აღვიზარდეთ მენტალობა თუ არ შევიცვალეთ, ეს პრობლემა მერეც გაგრძელდება და მე არც კანონი გშველის მაგ დროს და არაფერი. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა მივიღოთ მეტი ცოდნა, მეტი გამოცდილებაც უნდა შევიძინოთ, თუნდაც მოვლის კუთხით და რა თქმა უნდა ეს დასტაბილურდება და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი როგორ იქნება ჩვენ, მერც უნდა ეს კანონი იქნება ძალიან დაფასებული კანონი. არ არის აუცილებელი მაინც მომშენებლობას ეწეოდა იმისთვის რომ შენ გყავდეს შენი სასურველი ძაღლი. შეიძლება გყავდეს შენი სასურველი ძაღლი, მაგრამ ვერ აკონტროლებდე მის შეჯვარებას, ვერ უვლიდე
ეს ქმნის ზუსტად პრობლემას და ეს ქმნის ზუსტად მიუსაფრებისთვის შემდეგ სხვა სახის პრობლემას. რატო იყოს კანონი კანონად, მივესალმები მაგას, დაიხვეწოს უფრო მეტად დაიხვეწოს. ადამიანს შეიძლება უნდოდეს ძაღლი, მაგრამ არ ჰქონდეს ოპერაციის გაკეთების საშუალება. აი ამ ხრივ შევუწყოთ დამატებით ხელი იმ მოსახლეს, რომ ჰყავდეს ძაღლი, მაგრამ ჰყავდეს სტერილური ძაღლი. ეს პრობლემას აგვარიდებს თავიდან მომავალში და თავისთავად კანონიც დაფასდება.